აი მაგის გამოსწორებას უფრო დიდი დრო დაგიხარჯება ახლა ვიდრე ახალი რო გააკეთე უცებ. კაი, ახლა ვაგოთ აი ეს მაგიდა შუაში არის, ხის მაგიდა არის უბრალოდ ძალიან მარტივი ოთხკუთხა ფორმა აქვს. და პროსტა გვერდებით დავუჩენფეროთ, რომ აი ეს სწორი არ არის. ხო, ამისთვის გადავიდეთ Z-ხედში. და სადღაც აი აქ დავსვათ ჩვენი მაგიდა. 150 არის სიგრძეში. სიგანეში იყოს 90 და სიმაღლეში იყოს 35. დაბალი მაგიდა არის. ესე. ასე 150, 90, 35. ამის მერე მოვნიშნოთ ეს ჩვენი მაგიდა, მოვნიშნულია უკვე და იატაკიც მოვნიშნოთ და გავაკეთოთ იზოლირება. შემდეგ გადავიდეთ გვერდხედში და ეს მაგიდა სადღაც 3 სანტიმეტრით Z-ხედზე, Y-ხედზე ამ შემთხვევაში ავწიოთ, რომ ან მიწაზე ავიდეს თვალ. უწიეთ? ანუ აქაც ხედავთ, რომ ცოტა დაშორება აქვს მიწიდან. ჯერ 3 დავწიოთ, მაგრამ მე აქ უნდა დავდოთ იატაკი, ხარიჩა და ნუ ეს ზომა შეიძლება და ამ შემთხვევაში 3. გვერდხედში გადავიდეს და 3. ხო, რაღაცების დაშორებები სულ გვერდხედში უნდა აკონტროლოთ, იმიტომ რომ აი აქიდან ძნელი არის ხა გავიგო სად არის რა ეს. ანუ გვერდხედში უნდა გადახვიდეთ და იქიდანაც ერქვა. ხო, ამის მერე ეს ზედა ჩვენი ზედა ის დავაკოპიროთ shift-ით ქვემოთ. ეს ფორმა დავაკოპირე, რომ მაგის აღდგენას ვაკეთებ ახლა რა. შემდეგ დავასქეილოთ. ან თუ გინდათ დავასქეილოთ ეს რაღაცა. ან თუ გინდათ უფრო რო აკონტროლოთ edit polish გადაიქ რა. ანუ ეს დავაკოპირე უბრალოდ. shift გადავიდან და უფრო კონტროლი რო გქონდეთ, edit polish გადაიყვანეთ და vertex-ებით ეს ზედა vertex-ი ამას გავუსწორეთ და ქვედა vertex-ზე snap-ი არ გინდათ, უბრალოდ აი იატაკის ოდნავ ზემოთ ესე დატოვეთ. ეს და ანუ ეს არის საფრთხენი რა ამ მაგის. შემდეგ Z-ხედში, ანუ ეს ხომ აქვს ახლა მონიშნული. ნუ ჯერ ეს გააკეთეთ. ანუ ეს ზედა რო ამას ემთხვეოდეს snap-ით და ქვედა იატაკზე რო იდეს. ხო, ამის მერე გადავიდეთ ხა Z-ხედში. scale-ზე გადავიდეთ, area არის shortcut scale-ის. ან და ახლა x, y ღერძი გავააქტიუროთ, ანუ ყვითელი რო ხდება, გააქტიურებულია. და ოდნავ ქვემოთ ჩამოვწიოთ ეს. გავიგეთ? ანუ რა? ანუ ეს ხო ამის სტოლია ახლა სიგრძე და სიგანეში და უბრალოდ ესე დავასქეილე x, y ღერძზე. რო დაპატაროთ. და შემდეგ ეს დაშორებები რო ტოლი იყოს vertex-ებით, გვერდებს ესე ოდნავ ავუწევ რა ზემოთ. და აქ ჩამოვწევ. და აი ესეთი საფრთხენი ფეხი გავუკეთე მოკლედ მაგას. და ესეთ შეგიძლიათ ალუმინის მატერიალი დაადოთ.
ამას მე ხის მატერიალი უნდა დავადოთ, მაგრამ ჯერ არ გვაქვს ეგ მატერიალი, ამიტომ ჯერ არაფერი არ დავადოთ. შეგიძლიათ ნაცრისფერი დავადოთ. შემდეგ, ეხლა ეს ძალიან კუთხეები რო არ გქონდეს, გადავიყვანოთ ესეც edit ფოილში, ეს ჩვენი ზედა მხარე ამ მაგნიტის. მე მოვნიშნოთ, ავიღოთ edge-ები, გვერდები და ეს ყველა გვერდი მოვნიშნოთ. ხო, შეგიძლიათ Ctrl+10-იც მოვნიშნოთ ყველა გვერდი. რაღაცას ეხლა რო ავირჩევ vertex, Ctrl+10 ყველა ამ ობიექტის vertex მოვნიშნოთ. იგივეა პოლიგონებსაც და გვერდებსაც. მოვნიშნეთ, ხო, ეხლა ყველა გვერდი. და ეხლა გავუკეთოთ chamfer. დავაწვეთ chamfers და აქ ერთის მაგივრად მივიცეთ რაღაც 6 საკმარისი იქნება და აი ამის დაშორება უნდა იყოს ცოტა. მან რამდენი საათია? აი ხა ნახავთ ის და დავიც. ეჯება ყველა უნდა იყოს მოსწონი. ხო. 0.4 საკმარისია ეს. არ 0.3 საკმარისი. 0.3 და 6. აი 6 საკმარისია რა თქმა და ოკეის დავაწყოთ. ხო, მე ეხა ეს ფეხიც მოვნიშნოთ და ეს ზედა მხარიც და grouping-ი გავაკეთოთ ამ group-ში, პირველი არის group და დავაკვეთ ამას, გავაკეთოთ მაგიდა. knowledge. და ამით ეს ობიექტი ხა აგრიპულია და შემდეგ უკვე დავადებთ ხის მატერიალს და უკვე მზად არის. აი, გავაკეთეთ ახლა იზოლირება ამ ყველაფერს. და მაგიდაც გვაქვს უკვე. ტელევიზორის კედელიც გვაქვს. ხო, შემდეგ ლექციაზე გავაკეთებ diatags და ტექსტურასაც დავადებ და სამზარეულიც გასაკეთებია. ნუ ჯერ ამას მიხედავთ და მე სამზარეულიც. ხო, ეხლა ბარემ გასწავლით იმ საიტს, რომ სახშიც გადმოწეროთ რაღაცები და დავუშვათ ფარდები გადმოწეროთ. ეგ საიტი არის project.com არის. ნუ ბევრი საიტია, საიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ ობიექტები, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი უფასო საიტი. აქ შევალთ რეგისტრაცია უნდა აქაც მარტივად, მარტო მეილს ითხოვს და აქ მხოლოდ 3 დესთვის არის? ხო. Zeal project. Zeal 2et project.com შევ დავრეგისტრირდეთ. ან თუ გინდათ სახში დარეგისტრირდეთ. ხო, შემდეგ აქ საძიებო სიტყვაში რასაც ეძებთ ჩაწერთ იმას. ან შეგიძლიათ აქედან მოწეროთ. აქ შეგიძლიათ მიუთითოთ სტილი რა სტილს ეძებთ. დავუშვათ ახლა მოდერნს ვეძებთ. შემდეგ რომელიც მოგვეწონება იმას გადავალთ და აქ აქვს download ან ძალიან მარტივია. მე გადმოწერთ ამას რომელ მოდესაც გინდა.
და ეს ამ გადმოწერის შემდეგ გადმოვა zip folder-ში. მე ამას ამოვაექსტრაქტებ. სადმე ეს პროცესი დავუშვათ. და ახლა რომ გავხსნით, აქ არის ეს Max-ის ფაილი და აწერია corona და virey. ჩვენ გვინდა corona რა, ყოველთვის. და შემდეგ ამის ახლა გასწავლით, როგორ უნდა შემოვიტანოთ, აი დავუშვათ ეს ფაილი მაქვს და როგორ შემოვიტანოთ ჩემს სცენაში. ხო, კაია რომ ანუ Z-ხედში იყოთ. ანუ უბრალოდ უნდა გადმოაგდოთ ეს აქეთ და მივიცდოთ merge file. და აი ესე მარტივად გადმოვა. და ანუ უკვე ეს ჩემი ის ფარდები ამ ჩემს სცენაში მაქვს და შემდეგ ანუ დავაკორექტირებ ამ ფარდებს და ისე დავსვამ როგორც მე მაწყობს მოკლედ. ხო, სახლშიც ახლა ვისაც სახლში სცენა არ გაქვთ, ეს სცენა სახლში გაიგზავნეთ მეილზე. და ანუ გააგრძელეთ აქამდე რომ მივიყვანოთ და აი ფარდებიც რომ გავუსწავლეთ. და გამოვიგზავნეთ და მაგაში წელქობას დავწერთ. ანუ უნდა ააგოთ სახლში. ხო, ეს სცენა სახლში არ გაიგზავნოთ, იმიტომ რომ უკვე აქ აგებული გაქვთ. ეს უნდა ააგოთ სახლში მოკლედ ტელევიზორის კედელი და ეს მაგიდა და ეს პანელები. და ნუ კარები და ფანჯრებიც უნდა აგებული გქონდეთ. Deadline აქვს ამას. Deadline არის გამოცდა ამის. ანუ ახლა დავალება ეს რაც ავაწყეთ იგივე ხო უნდა ავაწყოთ სახლში და მაგის deadline და იქნება. დავალება ის? ხო. დავალების deadline წესით არის შემდეგი კვირა. მაგრამ ეხლა ის და შემდეგ ლექციამდე იყოს. როგორ? შემდეგ ლექციამდე იყოს. ხო, შემდეგ ლექციამდე, შემდეგ ლექციამდე. კაი. დღეისთვის ეს იყო მოკლედ გამოცდაზე ვის არის ხალხი რო ვთქვი, ანუ ეკნებათ ეს სცენა, ანუ პროექტი ეკნებათ მასთან მოკლედ ეს სცენა უნდა მოიტანოთ დაწყობილი და რაღაცები დარენდერებული. და მაგაში დაიწერება 30 ქულა. და დანარჩენი 10 ქულა დაიწერება, აქვე იქნება რაღაც პატარა ცვლილებები სცენაში ესათანი და მაგაში დაიწერება 10 ქულა. სულ 40. ანუ ზუსტად ეს ხო, ანუ ეს არის თქვენი საგამოცდო პროექტი მოკლედ ეს. უნდა იყოს დაახლოებით ესეთი რენდერები. ხო და ჩვენ კიდე ერთი გაცდენილი ლექცია ხო გაქვთ და ეგეც დაგვეხმარება რომ ეს სცენა მოვხოდოთ რა. როგორ უნდა იყოს მაშინ ოკეი, სამი კვირა გვაქვს. და ერთი დამატება.